ტელეკომპანია იმედი და პრაიმ შოუ სტუდია წარმოგიდგენთ. სალამ თამუნა. გამარჯობა, ნოე. მიხარია რომ ასეთი ბედნიერების ჟამს, რომლიდანაც სულ რამდენიმე თვე გავიდა, ჩემთან ხარ სტუმრად და ჩვენ ამაზე აუცილებლად ვილაპარაკებთ, მაგრამ პირველ რიგში კეთილი იყოს შენი მობრძანება. ამინ, კეთილი იყოს შენი მობრძანება შენ საუკეთესო გადაცემაში. ძალიან დიდი მადლობა. თამუნა, ეხლა რისერჩს ვკითხულობდი და პირველი თვალში რაც მოხდა, თამუნა ამუნაშვილი 61 წლის, გაუჯერებელი შეფარდება სტატისტიკის და ვიზუალის ამ შემთხვევაში. როგორ მოახერხე? ალბათ იცი რა არის, ხარო თქვა დილიდან საღამომდე რაღაც ჩემი თავის რუტინაში ვარ, ესე არ ვარ, მაგრამ ვფიქრობ, რომ ბავშვობიდან მე უფრო რაღაცა ეკლესიის მხარეს ვიყავი ბავშვობიდან, იმიტომ რომ ზუსტად 17 წლის ვიყავი, როდესაც მოხდი ანსამბლი ივერიაში, მაგრამ ერთი თვით ადრე მე დავიწყე გალობა სიონის ტაძარში. ბავშვობიდან მქონდა ის მომენტი, რომ შეგრძნებებით, იცი, აი ყოველთვის მარხულობდი, მარხვას ძალიან დიდი ძალა აქვს. ვერ გეტყვით რომ დიეტობდი, არასოდეს არ დიეტობდი, მაგრამ მე მარხულობდი. მე ვფიქრობ, რომ მარხვას, როგორც სულიერი გაწმენდას, ასევე სხეულის გაწმენდას ერთიანად ძალიან დიდი ძალა აქვს. ანუ ვიზუალი შეგინარჩუნა მარხვა? ხო, აი მარხვამ, სწორად ცხოვრებამ რა, აი ჩემი გაგებით, სწორი ნაბიჯების გადადგმა, სწორი ცხოვრება, არა ბევრი ნერვიულობა, რაღაცა უაზრობების მხრივ. აიცით რაღაც ეს ძალა ძალიან მეხმარებოდა, იმიტომ რომ ამას ძალიან დიდი ძალა აქვს, მე ვფიქრობ. და ენერგიებსაც გრძნობ ადამიანებს. ენერგიებს, ხო, აი მაგალითად მე ძალიან გრძნობ შენს დადებით ენერგიას, იმიტომ რომ თითქმის ყველა ადამიანი, ალბათ ყველა არ შეიძლება, მაგრამ ძალიან ბევრი ადამიანი მოხიბლული მიდის შენი გადაცემიდან და რატომ? აი კითხვას გისმევ მეც, ხო შეიძლება? არ ვიცი, ჩემთვის ეგ კომპლიმენტია და ზოგადად ესე იგი დადებითი ენერგია. მე არ ვთვლი რომ ყველასთვის მისაღები ენერგია მაქვს, იმიტომ რომ რეალობა მკარნახობს, რომ ძალიან ხშირად ვაწყდები მოცემულობას, რომ პირიქით ჩემი არსებობა ვიღაცას, უბრალოდ არსებობა შეიძლება ვიღაცას ხელს უშლიდეს, თუნდაც ყველაზე ხშირად პროფესიულ ჭრილში, მაგრამ განურჩევლად ამისა, ეს ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი კომპლიმენტია, რაზეც მინდა რომ მადლობა გითხრა. ჩვენ ამ ენერგიებზე ვისაუბრებთ აუცილებლად და მივალთ აქამდე, იმიტომ რომ ვიცი რომ ძალიან ბევრი რამ საინტერესო გაქვს მოსაყოლი, თუმცა მანამდე ამ გადაცემას ერთადერთი ესეთი ტრადიციული კითხვა აქვს და შენ შემთხვევაში იქნება. ვინ არის თამუნა ამონაშვილი? გარშემო ადამიანები, ვინც არსებობენ, მათი გაგებით მე დადებითი ადამიანი ვარ, ვარ ღვთისმოშიში, ვარ ძალიან მშრომელი ადამიანი. და რა ვიცი, თავისი პლუსებით და მინუსებით უამრავი რამ არსებობს ჩემშიც, როგორც ყველა ადამიანში. როდის შემოვიდა შენს ცხოვრებაში რელიგია განსაკუთრებული დოზით? იცი რა, მოვლენები ძალიან ბევრი იყო, მე მახსოვს, ეს ბავშვობიდან მქონდა, იცით, აი მახსოვს, რომ ბავშვობაში მუსიკას ვეზიარე მე პირველივე კლასიდან, ვიოლინოს სპეციალობით, ამავდროულად ყველაფერს სწავლობდი, ფორტეპიანო, ვოკალი, აბსოლუტურად ყველაფერს და მე მახსოვს, აი მზიური იყო მაშინ, ძალიან ისეთი აქტიური ჩემს ბავშვობაში. და რაღაცნაირად აი პანჯარასთან ვიდექი ეს რაღაცა კადრივით მახსოვს და უფალს ვევედრებოდი რომ მეც მქონოდა რაღაც ესეთი დიდი წარმატება და მე ვთვლი რომ აი როდესაც გავიდა დრო უფალმა საოცრად დიდი საჩუქარი მაჩუქა დაახლოვებული ამ თემასთან ეს იყო ივერია მე 17 წლის გავამახვილე ყურადღება რომ ერთი თვით ადრე და
დავიწყე გალობა სიონის ტაძარში. ისიც შემთხვევით მოხდა ეს ყველაფერი, ჩემთვის შემთხვევით, მაგრამ შემთხვევით ფაქტიურად არაფერი არ ხდება, ხო? როგორ მიხვედი სიონის ტაძარში? აი მეგობარი მღეროდა და მან შემომთავაზა რომ ხმარ მქონდეს კარგ ფორმაში ყოველთვის იქნებ ჩვენთან ერთად იგალობო. და შემთხვევით მივედი და ქალბატონი ლეილა აბაშიძე, არა მსახიობი, სხვა ლეილა აბაშიძე, რეგენტი გუნდის, აღრთოვანებული დარჩა, ჩემ პირველი ხმა მაქვს მე და ძალიან მოეწონა და დამტოვეს გუნდში, ასე ვთქვა და ზუსტად ერთ თვეში მოხდა ეს რაღაცა ძალიან დიდი საჩუქრის მიღება უფლიდან და მე აბსოლუტურად სხვა გზაზე მოვხვდი. რა არის საყვარელი საგალობელი შენ? უფალო იესო ქრისტე ძეოხტისა შეგვიძღა საოცრად ასრულებდა თან ეხლა გატყობ რომ სიმღერისას საგალობლის სიმღერისას თვალები გიცრემლიანდება რატო? იცი რა ცრემლი მომდის ყველა სიხარულზე რაც ხდება ჩემს ცხოვრებაში და სხვების ცხოვრებაში. აი ფილმის ყურების დროს საერთოდ ზოგადად სადაც არის დიდი სიხარული, რა თქმა უნდა ის დიდი ტკივილი რაც არის იქ სხვანაირი ცრემლი მომდის, მაგრამ დიდი სიხარულის დროს აუცილებლად მომდის ცრემლი და საგალობელზე ხო საერთოდ. ყველა გალობის დროს პარალელურად ივერიასთან ერთად შენიყავი ჯგუფში, რომელსაც ერქვა ზედა შოკოლადი, ხო? და მე ამის შემდეგ დაიწყე სოლო კარიერა. ხო, სოლო კარიერა. ეს ზედა შოკოლადი, აი ცით ივერია რომ დამთავრდა, რაღაცა ომის პერიოდი იყო, ომიც დამთავრდა რა და აი შემდეგ გავაკეთეთ ზედა შოკოლადი და შემდეგ მოდი შენი პირველი ძალიან გავარდნილი ჰიტი მენატრები ხო როგორ მენატრები გელოდები როგორ გელოდები მენატრები მადლობა დიდი საოცრად ნამდვილად ხო ეს იყო იცით რა ნამდვილად არ ვიცოდი რა მეკეთებინა იმ პერიოდში მქონდა ინსტრუმენტი სახლში და არც სამსახური ომი ახალი დამთავრება არაფერი არ იყო გარშემო თაგონება რა იყო აიცით რატო ყველას გონია რომ ვიღაცა მიყვარდა და მართლა არ იყო ეს მომენტი არ ვიცი საიდან წამოვიდა რა წამოვიდა ნუ ვიჯექი მახსოვს 2 დღე ვაკეთებდი რაღაცა დავიწყე ტექსტი ჩავწერე რაღაცა და მე გავაკეთე ნუ არანჟირება გავაკეთე და პირველი ჯერ მისამღერი იყო თუ ჯერ პირველი ფრაზა ჯერ მისამღერი იყო სხვადასხვა და შემდეგ რაღაცა შეუთავსე ეს დასაწყისის და ნუ რაღაცა კარგი გამოვიდა არ ვიცი რა ენერგიები იყო მე ვთვლი რომ მაშინ იყო ძალიან განსაკუთრებული ენერგიები ეხლა აი ამ პერიოდში ჩემთან კი არა საერთოდ სოფლიოში აღარ არის ეს ენერგიები, იმიტომ რომ აი რაღაცა კარგი არაფერი აღარ იწერება თითქმის მელოდიური. ეს პერიოდი იყო, რომ თითქმის ყველა სიმღერა მელოდიური იყო. რეზიკოს შენი მეუღლის გაცნობა და ქორწინება მოდი ვთქვათ რა ხა ეიჯიზმში არ ჩაგვითვალოს არავინ, მაგრამ რახან გადაცემა ვისაუბროთ, იმიტომ რომ ყოველთვის რისკია, ხო, როდესაც ასაკობრივი სხვაობა და ქალბატონი უფროსი არის. ყოველთვის თითქოს ერდი, მაგრამ და ალბათ თქვენ შემთხვევაშიც იქნებოდა ეს ლაპარაკები, რომ ეს ყველაფერი რაღაცა დროებითია დიდხანს ვერ გაგრძელდება და ასე შემდეგ, მაგრამ ამდენი წლის განმავლობაში ასეთი მყარი ოჯახი გაქვთ. ხო, ძალიან ბევრი მithქვა მოთქმა, ანუ ძალიან ბევრი, მაგრამ იცი რა არის, აი ხო ჩემს გარშემო ძალიან ბევრი, რაღაც 4 ძალიან არ გაფერხებდა ადამიანი ხალი იყო დიდი, თავის მეუღლე, აი შოუ ბიზნესში მithumetes და იმდენად მე არ ვფიქრობდი ამაზე, აი მე მაგალითად დღესდღეობით და მაშინაც ყსულ მეგონა რომ რიზიკო უფრო დიდი იყო ვიდრე მე. რამდენია თქვენ შორის სხვაობა? 8 წელი. 8 წელი, ხო, ამ პრინციპში. ანუ იცი რა ხა. როცა ზრდასრული ხარ, უკვე აღარაფერი აღარ. ხო, იცი, მაშინაც არ მქონდა, იმიტომ რომ ალბათ აი აქ როგორი ხარ ალბათ, თორემ როგორც
როგორც მე ალბათ შენს გინახავს ხო რაღაც სლოვანებით პატარა, მაგრამ უკვე დაბერებული ადამიანები და დღემდე არ მაქვს ეს მომენტი. აი მართლა მგონია რომ 25-30 წლის შინაგანი განწყობა მაქვს ყველაფრის მიმართ. როგორ შეგიყვარდა მოყევება? იცი რა არის მე კარგა ხანს მზდია ასე ვთქვათ. ნუ რაღაცა 2 წლის განმავლობაში სხვაშორის ლალი ტოტიკაშვილმა გაგვეცნო ერთმანეთი კლიპის გადაღება გვინდოდა. ის ერთი ღამე ლალისთან ერთად რაც გადავიღეთ და რეზიკო იყო რეჟისორი საკმაოდ კარგი კლიპი გადაიღო და სანამ დავამთავრეთ კლიპის გადაღება რაღაცა დრო იყო მე ამერიკაში წავედი რაღაცა კონცერტი მქონდა სანამ ჩამოვედით რომ რაღაცა ძალიან ესეთი პერიოდი გავიდა და ნუ ბოლოს რომ მივხვდი რომ ეს ადამიანი აი საოცარი როგორ გითხრათ აი ჯარისკაცივით მედგა გვერდზე ყოველთვის ყველა მიმართულებით ყველა საქმეში და ისეთ ძალას გრძნობდი რომ პიროვნულ ძალას რომ აი რაღაცნაირად იცი აი რაღაცნაირად არ ვიცი მაგრამ გადავწყვიტე რომ ეს ადამიანი ალბათ გამომადგება იცი აი ამას ალბათ მარტო შენ არ წყვიტავ იქ და ეშელონებით წყვიტავ ესე შეიძლება გამოგადგეს ძალიან ბევრი მაგრამ როდი შეგიყვარდა იცი რა არის სანამ გავყვებოდი მე უკვე ვფიქრობდი რაღაც გრძნობები მქონდა საიმისოთ რომ ეს ნაბიჯი გადამედგა მაგრამ იცი როცა თანაცხოვრება ხდება და კიდევ ძალიან ბევრ რაღაცას აღმოაჩენ აი უკვე სხვანაირი სიყვარული აი სხვა ფლუიდებია სიყვარულის აქ აღარ არის ის ნება რაღაცეები ხო აი სხვა ადამიანურ თვისებები გიყვარდება ადამიანში და ეს მოხდა რაღაც 22 წელია უკვე ჩვენ ერთად ვართ და ძალიან ბევრი რაღაც აღმოვაჩინე ისეთი რომ აი ვეძებ ხოლმე და რაღაცა ვერ ვნახულობ სხვაგან და მადლობა უფალს რომ მე შემაძლებინა იმიტომ რომ იყო რაღაც და გაბრაზებების რაღაცა როგორც ყოველთვის ხდება მე თბილისში ვიყავი რეზიკო მოსკოვში იყო მაგრამ ნუ მაინც ბოლოს ალბათ რაღაც სიყვარულმა გაიმართა რაღაც ერთ ბედზე ვიჯექით ორივე ასე ვთქვათ თამუნა მამის ამბავი ხო იცით მამა და დედა ადრეულად დაშორდნენ ერთმანეთს, იმიტომ რომ მამა იყო ხათაშორის ძალიან ნიჭიერი ადამიანი. აი ყველა ინსტრუმენტზე უკრავდა, მღეროდა ფანტასტიურად და რაღაცა ყველა ეპატიჟებოდა და სულ სვავდა. აი სულს მის რუტინაში, აი სულ სვავდა. და რა თქმა უნდა ამან დაუზიანა როგორც ფსიქოლოგია, გული, ორგანოები და მართლა ძალიან ცუდად იყო მთელი ცხოვრება გამოდის რომ ამას სვავდა. ნუ დედამიცი ვეღარ აიტანეს, როგორც ვიცი, იმიტომ რომ დედა არ ლაპარაკობდა ფაქტიურად რამდენიმე სიტყვით, მაგრამ ბევრს არ საუბრობდა, მაგრამ მე ვიცი ჩემი ოჯახი ბებიებიდან, ბაბუებიდან, დეიდებიდან და ვიცი რა მდგომარეობა გქონდათ ურთიერთობაში. და ამიტომ გაშორდა მამას, მაგრამ იცი, არასოდეს არ მიგრძნია უმამობა. აი რა ვიცი რა, იმდენად ძლიერი იყო დედა ჩემი ჩვენს აღზრდაში, ჩვენს დამოკიდებულებაში, რომ არასოდეს არ მიგრძნია, მაგრამ მე, როდესაც ცოტა წამოვიზარდე, ძალიან მაინტერესებდა მამის ნახვა. სამწუხაროდ მოხდა ისე, რომ თეატრალური ინსტიტუტი, ისე უნივერსიტეტი, ისეთი ცხოვრების წესი იყო იქ მუშაობის, რომ დილიდან საღამომდე იქ ვიყავით, აი ვერაფერს ვერ ვაკეთებდით სხვას. შემდეგ გაჩნდა ეს ივერია და აი ვერაფერს ვეღარ ვახერხე ის რომ იმას რომ მე მამა მენახა და ჩავს აი მივსულიყავი მომენახა თან ეს მომენტის მქონდა რომ მე რო ძებნა დამეწყო დედის გარეშე რომ მას არ წყენდა იპოვებოლა ვერ ვიპოვე რა არ ვიცოდი სადაც იყო მაგრამ დედის გარეშე მაინც ვერ წავედი შემდეგ დაგვირეკეს რომ მამა გარდაიცვალა ძალიან მეწყინა და ძალიან დიდი ტკივილი მაქვს დღემდე რომ მე ვერ მოახერხე და ვერ ვნახე მამა გასვენებაში მე გადავწყვიტე რომ დედა მე უნდა წავიდე და ჩემი მამის გასვენებაში უნდა ჩავიდე. დედამ ხმა არ ამოიღო, რა თქმა უნდა, ეხა ეს ისეთი რაღაცაა, რომ მე ეს სხვა ოჯახი ყავდა? არ ყავდა სხვა ოჯახი, მე ეს უნდა გამეკეთებინა. მოხდა ისე, რომ იმ პერიოდში იცი, აი რაღაცა ავტობუსით წავედით, მახსოვს ეს, რომ აი მანქანა მაშინ მე არ მყავდა
მიყავდეთ თუ რაღაც აი ვერ მოვახერხეთ და ავტობუსში ვიღაც იყო ცუდად ყოველ 5 წუთში ჩერდებოდა ავტობუსი გადმოდიოდა ეს გოგო ვიღაც ნუ ცუდად იყო ვიღაცა აი ისე მოხდა იცი აი ცხოვრების განგებამ ისე ააწყო ეს ყველაფერი რომ მამა გარდაცვლილიც ვერ ნახე დავაგვიანეთ გასვენებაში ყველაფერი დამთავრებული იყო რა თქმა უნდა სასაფლაოზე ავედით კი ვნახეთ მაგრამ მე მამა გარდაცვლილიც ვერ ნახე და დღემდე მე ძალიან მაქვს ეხლა არის მამა იყო კალაურიდან გურჯაანი მაგრამ ჩავიდა იქ და იქ ცხოვრობდა უკვე დედას რო გაშორდა იყავდა მამა დედა და იყავდა და იქ ჩავიდა და ამიტომ უკვე იქ მოღვაწეობდა ასე ვთქვათ, რასაც აკეთებდა და გამოხედვა აღარ უნდოდა ქალაქისკენ და სამწუხაროდ ჩემთვის ეს დიდი ტრაგედია შეიძლება ვთქვათ, იმიტომ რომ მე გამომატანეს რაღაცა მამა იყო ძალიან ნიჭიერი ადამიანი და რაღაცებს აკეთებდა და სხვათა შორის მეც მაქვს ეს ალბათ მამისგან რომ რაღაცებს ვქნი ბიჟუტერიებს რაღაცებს ვაკეთებდი ვქსოვდი ვკერავდი აი ჩემით არავის არ უსწავლებია მაგრამ ჩემით ვაკეთებდი და აი მამაც ასეთი იყო კერავდა აი რაღაცებს აკეთებდა და რაღაც ყუთი რომელზეც უამრავი რაღაცა ლამაზი რაღაცა დაწებებული ისეთი ლამაზი ყუთი გამომატანეს რომ ეს მამის გაკეთებულ და ნუ ეს რელიქვიასავით მაქვს ნუ დღემდე მაქვს ეს შენახული ეხლა გითხარი შენი ენერგიების შესახებ იმიტომ რომ მე რაც წავიკითხე ინფორმაცია შენ შესახებ შენ გაქვს რაღაცა განსაკუთრებული ყნოსვითი შეგრძნებები ხო აი მოყევი ამის შესახებ იცი რა არის აი კიბორჩხალა ვარ მე ზოგადად კიბორჩხალას ნუ რაღაცა მე-6 თვალიც აქვს ძალიან ისეთი აქტიური და იცი რა არის აი ადამიანი რომ არც მესაუბრება და მიყურებს ზუსტად ვიცი ის ასფიქრობს ჩემზე ანუ მე ძალიან მაქვს ეს ენერგიები განვითარებული აი ყნოსვაც კი ერთხელ არაერთხელ ძალიან ხშირად ყოფილა რომ აი სადარბაზოშიც კი რომ შევსულ ვარ ზუსტად ვიცი რომ იქ იყო გარდაცვლილი და ზუსტად ასე ყოფილა რა აი არ ვიცი რაღაცა სურნელს გრძნობ იქ სადაც ადამიანი არის გარდაცვლილი და აი ოღონდ არ ვიცი ეს რა არის სახელსაც ვერ ვარქმ უბრალოდ მე ამას შევიგრძნობ ეხლა მივადექით მთავარ მოვლენას შენს ცხოვრებაში რასაც კიდევ ერთხელ გილოცავ 61 წლის ასაკში ნუ ეხა უნდა ვთქვათ აქ გეღვაწები რა შენ გახდი დედა ხო და ყავს 2 შვილი მითხარი მელანია და იონა მოყევი რა შეგრძნება ეს ადამიანს რომელსაც შვილები ყავს აბსოლუტურად სხვანაირები არიან რაღაც მომენტებში. ისე ზოგადად ყველა ერთნაირები ვართ, ხო? მაგრამ აი ყველა არა სხვათა შორის. ქმედებ არ, ნუ ზოგადად ადამიანი. ცა შვილს აქვს რაღაცა დიდი ტორმოზი, ხო? და რაღაც მომენტებში სხვანაირად ვიქცევით, ხო? აი მე მაგათად აღმოვაჩინე, რომ აი ბავშვები რო დაიბადნენ, ის რაც მე ჩემთვის წინა პლანზე იყო რაღაცა ვთქვათ, ან გამაბრაზებდა, ან გამახარებდა, რაღაცნაირად უკან გადაინაცვლა ამ ყველაფერმა და ბავშვების მთლიან რუტინაში მოვექეცი, ოცნებებში, ჯაფაში, დღეღამის ცვალებადობაში და ფიქრში, როგორები გაიზრდებიან. იცი აი ძალიან ბევრი კითხვა გიჩნდება, როგორ იქნება, როგორ გავაკეთებ, მაგრამ მე ყოველთვის მაქვს უფლის იმედი, რომ როგორია ეს დედობის შეგრძნება? საოცარი. აი არაფერს არ გავს, არ ვიცი, ეს სიტყვა რა ვთქვა, სადღაც სხვა პლანეტაზე ვარ, ლამაზ და მშვენიერ პლანეტაზე, მაგრამ სიტყვას ვერ ვპოულობ ეს რა შეგრძნება. ეს ყველაფერი როგორც საზოგადოება მიცის, მოხდა ინვიტროს გზით, ხო? რა თქმა უნდა, სუროგატით მოხდა ეს ყველაფერი, სუროგატის დახმარებით, რა თქმა უნდა, ჩვენი ბიოლოგიური შვილები, ჩვენ როდესაც პერიოდი იყო ჩვენ როდესაც წავედით საზღვარგარეთ, იქ ცხოვრობდით 10 წელი და აი ამ პერიოდში მე ძალიან მინდოდა
შვილი რო ხო ყოლოდა და შემდეგ კითხვა არის ეს. რატო აქამდე არა? რატო არ გააკეთე აქამდე? ვფიქრობ, როცა მომწიფდა ეს ყველაფერი მაშინ გამოვიდა. აი როგორ ფიქრობ ეს მე არ მე ბავშვობიდან ვოცნებობდი დიდ ოჯახზე, ძალიან ბევრ ბავშვებზე, მაგრამ ნუ არ გამოვიდა, იცით? და მაგრამ ეს შესაძლებლობა პირობითად 10 წლის წინაც ეს შესაძლებლობა არ იყო 10 წლის წინ ფინანსურად. ეს იმდენად რაღაცა საოცარ თანხებზე იყო საუბარი მაშინ, რომ ჩვენ ამის მეტი ვერაფერი ვერ ვქენი, რომ მე უბრალოდ კვარცხლბეკი გამეყინა. ამის მეტი ვერაფერი ვერ ვქენი. ეს ჩემი მეგობრების დახმარებით და აი ყველა ჩარეული იყო, ძალიან ბევრი მეგობარი და მე შევძელით ამის გაკეთება. მაგრამ მე ეს აღარ მახსოვდა. და მაგარია რომ საბოლოო ჯამში აი საერთოდ აღარ ფიქრობდი რა, იცი, აი არ ვიცოდი რის გარა, რაღაცა ამ მომენტმა რაღაცა გვერდზე გადაინაცვლა. შემდეგ რეზიკო დარჩა მოსკოვში, მუშაობდა და უკვე რო ჩამოსვლის დრო იყო, იქიდან მირეკავს, რომ ჩვენ უნდა ვიფიქროთ ძალიან დიდ რაღაცაზე. ნუ იცი, დიდ რაღაცაზე ფიქრი ძალიან კარგია, ხო? აი მე გადავწყვიტეთ, იცი, უკვე ჩამოიტანა ეს ყველაფერი, ის შესაძლებლობები, რაც ჩვენ გავაკეთეთ იმ პერიოდში და აი აქ დამხვდა ადამიანების ჯგუფი, რომლებმაც აი მართლასასწაული მოახდინეს ჩემს ცხოვრებაში. აი ამის იქით მიწიერ ცხოვრებაში დედი ქალისთვის ალბათ არაფერი აღარ არის. და სხვა შორის რეზიკომ ძალიან ივაშკაცა, ასე ვთქვათ, აი ამ ყველაფრის თავის მობმა, ფინანსურად, მორალურად, აი არ ვიცი, მეგობრების კასტა ყველა გვერდით გვედგა და მე ძალიან მინდა რომ ერთი ადამიანი მაინც დავასახლო, ქალბატონი ნინო მუსერიძე, რომელმაც აი მართლა საოცრება მოახდინა ჩვენს ცხოვრებაში. 4 თვის გახდებიან ჩვენი პატარები და მადლობას ვწირავ უფალს აი ამ უსაზღრო დიდი საჩუქრისთვის. როგორები გინდა რომ გაიზარდონ იონა და მელანია? იცი რა არის, მელანია და იონა მინდა გაიზარდონ პირველ რიგში უნდა ვასწავლო სიყვარული. უფლის, სიყვარული ადამიანების მოყვასის, სიყვარული სამშობლოს, დანარჩენს უკვე თვითონ გაიკვლევენ გზას. სიყვარული უნდა ვასწავლო. სიყვარულის გარეშე ადამიანი ვერაფერს ვერ ქმედობ, ხო? რა მაგარი პასუხი. მე ასე მინდა ყოველ შემთხვევაში და უფალს ვთხოვ, რომ მომცეს ამისი ძალა. იცი რატო ყოველს თავისი ჯვარი აქვს, ალბათ აი ამ ბავშვებს თავისი ჯვარი აქვს ატარებელი, იმას მაინც გაივლიან, აუცილებლად იქნება განსაცდელები, რომლითაც უნდა ჩამოყალიბდე პიროვნებად, ყველა განსაცდელი არის თითოეული ნაბიჯი პიროვნების ჩამოყალიბებაში, ჩვენი პიროვნების ჩამოყალიბებაში, მაგრამ აი უსიყვარულოდ ზეარს უფრავს ცის კამარას, არაფერი არ არის. საუნად, საოცარი პასუხია და მე გისურვებ, რომ ყველაფერი ზუსტად ისე იყოს შენს სურვილებში, შენს ცხოვრებაში, როგორც შენ ეს ჩაფიქრებული გაქვს და ძალიან დიდი მადლობა და მე მიხარია, რომ ესეთი საინტერესო, ემოციური და გულწრფელი დიალოგი გამოგვივიდა. მადლობა შენ ნოე, იმიტომ რომ საოცარი ენერგია მოდის შენგანაც. აი რაღაცავს უმბურძგლავს ყველა რაღაც შენ გამოხედვაზე, აი შენს მონაცემებზე შიგნით რა ფლუიდებსაც უშვებ ჩვენთან და თუ ესე არ არის, ასეთი წარმატებულიც არ იქნება, ხო? შენი გადაცემა და ზოგადად იცი აი ყველა გადაცემა სადაც შენ ხარ რაღაცა მიხარია აი ამ გადაცემის ყურება, იმიტომ რომ შენ ხარ იქ თავი და შენ ქმნი ამ ენერგიებს. რა ვიცი, მე ძალიან მომწონს და ვისთვისაც მოსაწონია, მოსაწონი იყოს. მადლობა დიდი.